დღის გადაცემა მონატრების ფერებია. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. საღამო მშვიდობისა საქართველოს ულამაზესი ქალაქიდან რუსთავიდან. დღევანდელი ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ლიტერატურულ კაფე კოგიტოში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ხელოვანი ბატონი კახაბერ ცხვარაძე. მოგესალმებით ბატონო კახაბერ, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აქ ჩამობრძანებისთვის, ყველაფრისთვის დიდი მადლობას გიხდით და მადლობა თქვენ, რომ კახაბერ ლიხსიქითა საქართველოში დაიბადე. დიახ. როგორ აღმოჩნდი რუსთავში? რუსთავში აღმოჩნდი ასე. წყალტუბოში დავიბადე, ქუთაისში დავამთავრე ინსტიტუტი, წყალტუბოში სკოლა, იქ აკადემია, ქუთაისში მე გალობდი, მღეროდი ანსამბლებში, ხან ოპერის გუნდში. შემდეგ ესე მოხდა რომ მშობლები გადმოვიდნენ საცხოვრებლად თბილისში, მაგრამ თბილისში არ დარჩნენ, წამოვიდნენ პატარა ქალაქში, მაშინ რუსთავი ბოსტან ქალაქში. ხოდა ძველ ქალაქში 30 წელია, რაც ისტორიულ ქალაქში ცხოვრობთ და დიდი სიყვარულით, დიდი მეგობრობით მიგვიღო ამ ქალაქმა. ნამდვილად უნიჭერესი ხალხი ცხოვრობს, ძვირფასი ადამიანების გარემოში მოხვდი, აქაც სიმღერის, აქაც გუნდში მღეროდი და რა ვიცი, ასე მოვდივართ, ხატავ, მღერი ვარ, წერ და ესე. სანამ უშუალოდ იქნებოდა თქვენი გუნდთან სიმღერა, რომლითაც დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მოდით დავბრუნდეთ ცოტა წარსულში, როდის იწყებს კახაბერ ცხვარაძე ლექსების წერას. როგორც ახლა აქ ვხედავ, არის ორი გამოცემა. ერთი არის ანუ წვეთის მადლი და მეორე არის პოეზიის 10 წუთში რამოდენიმე ლექსია შესული. ოღონდ პოეზიის 10 წუთი არის წიგნები, რომლებშიც შევიდა ჩემი ლექსები. მაგალითად ლექსის აკვანში, ალმანახშია შესული, რუსთავმა გამოსცა ეს წიგნი და იქაც შევიდა ეს. სანამ უშუალოდ აი ამ წიგნებზე ვისაუბრებდეთ, მანამდე თუ გახსოვთ თქვენი პირველი ლექსი, რომელ ასაკში იწყებთ ლექსების წერას და როდიდან მოდის მუზა ლექსების თქვენთან? სკოლის ასაკში დავიწყე ძალიან პატარა, აი ცოტა რო იტყვენ ძალიან ჩანაწერების გაკეთება დავიწყე და სერიოზულად ლექსის წერა დავიწყე რუსთავში. როდესაც დავიწყე თეატრში მუშაობა. ვიყავი ღამე მორიგე. და აი იქიდან უკვე იწყება ჩემი მოღვაწეობა ლექსთან, აი რასაც ლექსთან ქვია და ძირითადად ღამის გათევა მიწევდა ლექსთან. აი დავწერდი ლექსს, ღამე თენდებოდა ისე რომ ვერც ვიგებდი და ამიტომ ერთ ლექსს წაგიკითხავთ, რომელიც შევიდა პოეზიის 10 წუთში. რომლის დაწერის დროსაც შემოგათენდათ? შემომათენდა ნამდვილად. გაჭაღარავდა ღამით გერგეთი ის სუსხი ახლა ძვლებამდე აღწევს, არევას ცდილობს ხამის ციალი, ბილიკებს მგელი, მიხვება მთამდე, ცაც მოიღუშა, კიდევ ჩამოთოვს, დინარე წურებს, ლოდებს ბორგიანს, მთვარის შუქურა, გზას რომ გვინათებს, სალოცავების მადლი თუვლია. აი ასეთი ლექსი. ძალიან მაგარი ლექსია, ბრავო. შემდგომ როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება აქ? თემური ჯანელიძე იყო ესეთი ძალიან ძვირფასი ადამიანი, ნამდვილი ხელოვანი მუსიკოსი, დიდებული კაცი, რომელმაც მიმიწვია კაპელაში, იქ მღერი ვარ. შემდეგ მივდივარ ჯარში, სადაც მომიწია ომშიც წასვლა, ვეტერანობა მომწეს მერე სამხედრო ძალებში. მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდი იქ და არ მინდა ამის გახსენება, ძალიან ძიმე პერიოდი გადავიტანეთ, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ლექსმა, ამ სიმღერამ, ამ ხატვამ, რომელიც იქ დავიწყე ჯარში. ნამდვილად დიდი შტამბეჭდავი როლი შეასრულა. ერთმა ქალბატონმა მოიტანა ყურძენი, რომელიც იყო შავი, საოცარი შავი და ეს იქ ჯარში სადაც ვიყავით და რაღაცა წვეთის მადლი იქიდან წამოვიდა, ეს წვეთის მადლის ის რაღაც დაეცა ამ ფურცელზე და ისე განაწილდა პირველი ეკლესია იქვე მოვხატე. აი იქვე მოვხატე პირველი ეკლესია ამ
ყურძნის ლებნით. საოცარი ფერები მომცა. მერე ფანქრით, მერე პასტელით, მერე ნახა ბატონმა საშამ, ბატონი საშა ძალიან დიდი ხნის მხატვარია და რო ნახა ეს ნახატები, პირველი გამოფენა მუზეუმში გავაკეთეთ რუსთავში და იმის მერე მოდის გამოფენები სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ადგილებში, გარე გამოფენები, ძალიან ბევრი 300-მდე ნახატის ავტორი ვარ. ჩემი ნახატი რომ ნახა პატრიარქმა, იქ პატრიარქს გადავეცი ერთი ნახატი, ძალიან მოეწონა, მაკურთხა, დამლოცა. ხატე და ხატეო მეთხრა. და ძირითადად მუზა რა არის ამ თქვენი მხატვრობის? და რას ხატავთ უფრო მეტად? უფრო მეტად ხატავ პეიზაჟებს, ფერწერას, გრაფიკას და ძირითადად ნაფიქრი რასაც ვნახავ, მე უკვე გადმომაქვს სტილოს. შეიძლება სიზმარიც იყოს და სიზმარიც გადა. რამდენი ხანი გჭირდებათ ერთი სრულყოფილი ნახატის დასახატად? ეხლა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ერთი ნახატი შეიძლება დავხატო ერთ დღეში და ერთ ნახატს კიდე 20 წელი ავხატო და ვერ დავხატე. აი ვერ გმაყოფილდები იმ ფერებით და იმ მოხაზულობით, რაც უნდა, აი მაგალითად შეივსოს. ზოგს მაგალითად უცებ ამთავრე და ხელს არ ვკიდებ. ზოგს ხატავ და არ ჩერდები. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრებას აქვს საუცხოო ფერი აქვს მონატრებას. მონატრებას ალბათ ვერასოდეს ვერ დავხატავ. ვერასოდეს. ბატონო კახა, თქვენს ოჯახში დგება ის მომენტი, როდესაც დედა აცხადებს, რომ მივდივარ ემიგრაციაში. აი ეს პერიოდი რომ გაიხსენო და როგორია გერქვას ემიგრანტი შვილის სახელი. ძალიან ძნელია. რთული ძალიან რთულესია. როდესაც დედა მიდის ემიგრაციაში, მე რამოდენიმე წლის მერე 11 წელი იყო დედა ემიგრაციაში, მე მამაც მიდის ემიგრაციაში. თან ეხლა რო არის ვიზა არ ჭირდება პირდაპირ გადახვალ, მასე არ იყო. ჩუმად გადაპარულები არიან ორივე. დამალულად და რა ვიცი აი კახაბე რომ გაიხსენო, როდესაც დედა აცხადებს ოჯახში, რომ ნუ სხვა გამოსავალი არ დგება და უშვებთ ემიგრაციაში. მიდის დედა ავტობუსით გააცილეთ, როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი იმ პერიოდშია წასული და იცი რომ დედას შენ წლები უბრალოდ ვერ ნახავ. არის ძალიან რთული იყო რა ეს პერიოდი. და ურთულესი პერიოდი გადავიტანეთ, მაგრამ მადლობა ღმერთს, დედა მორწმუნე არის ძალიან უწამს ღმერთის და აი ღვთის იმედით რაღაც ეს დავძლიეთ რა, იქაც კარგი ხალხი შეხვდა, დედა მყავს იქ, ეხლაც იქ არის ემიგრაციაში და იქ დახვდა უამრავი ახლობელი, მეგობარი, ჩემი ახლობლები ხო იქ არიან, ყველა იქ არიან, ძალიან ბევრი ემიგრანტი მყავს მე, აი თითქმის ძალიან აი ვერ ჩამოვთვლი იმდენი მეგობარი მყავს თელს აი სოფლიო რომ აი ნებისმიერი კუთხე დაასახელეთ ყველგან მყავს ემიგრანტი. რას ეტყვი ქართველ ემიგრანტებს? ქართველ ემიგრანტებს ვეტყვი იმას რომ როგორმე დიდი სიყვარულით დაუბრუნდნენ თავის სამშობლოს, თავის ადგილ-მამულს, თავის კარმიდამოს და ააღორძინონ ის რაც დაკარგულია, რაც მიტოვებულია და რაც დავიწყებულია და ეს საჩუქარია, ღმერთის საჩუქარია აქ ცხოვრება. კი შეიძლება დროებით წავიდეთ, მაგრამ მეც რამოდენიმე დღით ვიყავი წასული და როდის წამოვიდოდი კი ძალიან კარგია. ეხლა რაჯობია ყოფნა საბერძნეთ ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი ადგილია, მაგრამ ის რომ მაინც გიძახის შენ. წადი რაღაცა ეკო სულ მაგას და ღმერთმა ისეთი ცხოვრება და ისეთი ქვეყანა შექმნას, რომ ღვთის მადლით რომ ყველა დაბრუნდეს და ყველას ენატრებოდეს თავის სამშობლო და არავის არ. როგორი იყო პირველი შეხვედრა დედასთან? ანუ 11 წლიანი განშორება ჰქონდათ, ხო? პირველად აქ ხვდებით საქართველოში თუ იქ? ანუ დედა ბრუნდება. დედა ბრუნდება 11 წლის მერე და ამ ხნის განმავლობაში ნანახი არ ყავდა. არ ყავდა ნანახი და აი ეს პერიოდი რო გაიხსენეთ. ძალიან დიდი ემოცია იყო. ჯერ ვერ მიცნო ძალიან შორიდან ხელს უკრე ესალმები ცოტა შეიძლება ემოციური ფონი ქონდა და ვერ მიცნო და მე რო აეროპორტში დავხვდით ხო და ვერ დაგვაშორეს ერთმანეთს ხო იცით როგორც ხდება მე
აქ ეკლესია ენატრებოდა, ყველაფერი ენატრებოდა, შვილები, შვილიშვილები, თავისი მოძღვარი, ყველა და იძახოდა რომ არ წავალო, მაგრამ მე კიდე მოუწია წასვლა. შემდეგ კიდე წავიდა. აი მე როგორ გავუშვით დედა ისე ვიკუცო ქვეყანაში. ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, რომ ერთხელო წავალო და მეტი აღარ წავალო და იმ ბებიამ რომელთანაც იყო, იმან უთხრა რომ ოღონდ ჩამოდი ერთხელ მაინც გნახო, შეგხედო და მე წადიო. უთხრა და მართლაც ჩავიდა, ნახა ის ბებია და დადიოდა იმ ბებიასთან, თავის ბებიასთან და დღემდე ფინანსურად ეხმარება ის ბებია. 8 წელი გავიდა მის მერე. ანუ 8 წელია დედა დაბრუნდა საქართველოში. 8 წელია დედა დაბრუნდა საქართველოში და ის ბებია, რომელთანაც ოჯახში ცხოვრობდა, დღემდე უგზავნის ფულს. ყოველ დღესასწაულზე, დაბადების დღეზე, ახალ წელს და გაოცებულები ვართ ახლა რა თქმა უნდა ვინ გააკეთებს ასეთ რამეს და უთხრა რომ შენ ხარ ჩემი შინაური და მე შემიძლია ჩაგთვალო როგორც ჩემი ოჯახის წევრი. ესე ახლა შეთქვი რომ ვიყავი საბერძნეთში, ათენში. იქ შენ შეხვდი სხვა ქართველ ემიგრანტებსაც. რა გითხრეს, როგორი საუბარი გქონდათ და როგორია უცხო თვალით დანახული ქართველი ემიგრაცია უცხოეთის ცის ქვეშ. საოცარი იყო, მართლა სასწაულები ხდებოდა ყოველი დღე. ქალბატონი ლიგია მოკლედ ჩაატარა დიდი სასწაული. რომ მოგვიყვეთ. რომ ჩავედი თუ არა ეგრევე დავრეკე ქალბატონ ლიგიასთან. დავრეკე მივწერე რა, მეთქი ხა შეიძლება არ მომწეროს, რა ვიცი ხა ხო იცით ადამიანები როგორ, მაგრამ მომწერა კი არა და რა ვიცი თელი სიყვარული, თელი გული ჩადო მოკლედ და მე ისეთ სასწაულებში აღმოჩნდი, უცებ მონასტერში აღმოჩნდი ამ ქართველების დახმარებით. მე საერთოდ ფული არ გადამიხდია არაფერში. რო ჩავედი, ამ ქალბატონებმა დიდი სიყვარულით, სალოცავში რო წავედით, ზოგი ხატს ჩუქნის, ზოგი რაღაცა არის ნივთებს, წმინდა ნაწილებს და ყველა რაღაცას და ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი, უსაშველო დიდი სიყვარული და დიდი გრძნობა ვიგრძენი რა, საოცრება იყო, საოცრება. ანუ თქვენ იყავით ათენში არის მოკლედ უკვე 11 წელია ქართველი ემიგრანტებისთვის ძალიან საოცარ ტურს აკეთებს, სამომლოცველო ტურს ქალბატონი ნატალია კაპანაძე. მოკლედ ნატა მოგიკითხავ აქედან რუსთავიდან. თავად მე გახდით მის ტურში. საოცარი ხარ ნატა, წარმატებები მინდა გისურვო. აქვე ვეტყვი ჩვენს ტელემაყურებელს, ვინც არ იცის ნატალია კაპანაძის შესახებ. ქალაქ ათენში არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია ივერონი, რომელსაც 11 წელიწადზე მეტია ხელმძღვანელობს ნატალია კაპანაძე და ის ქართველი ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის აკეთებს ყოველკვირა დღეს სამომლოცველო ტურს. შეგიძლიათ მოკლედ შეუერთდეთ მას. ახლა აქ გამოჩნდება ეკრანზე, როგორ უნდა დაუკავშირდეთ ქალბატონ ნატალიას და ასე მოკლედ ყველანი ვართ ასე აღმოჩნდით ქალბატონ ნატალიას ტურში. ქალბატონი გიული იყო კიდე ძვირფას ქალბატონი, ლიგია ხო საერთოდ ხელოვნების დედოფალს ვეძახი მე. სადაც ბრწყინავს, ანუ ათენშიც რო იპოვო, ბრწყინავ ადგილას უნდა მიხვიდე და იპოვი ლიგიას. დილით ვინატრე რომ მეთქი სპირიდონ ტრიუმფუნტელის წმინდა ნაწილის რაღაცა დილით ვინატრე და საღამოს უკვე კორფუზე იყავით. კორფუზე არ ვიყავი, უბრალოდ მამები ჩამოვიდნენ იქიდან და მაჩუგეს რომ დამირეკა ქალბატონმა ლიგა ესე მამაები ჩამოდიან ახლა მოემზადე ახლა რაღაცა საოცრებები გეუბნებით რა. მოვიკითხავ ჩემ ქართველ ემიგრანტებს განსაკუთრებით საბერძნეთში მართლა ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მოდის თითოეული მათგანისთვის. ყველას მოგიკითხავ ჩემო ქართველო ემიგრანტებო, მე ისევ და ისევ ჩამოვალ ათენში და თქვენს ხმას ძალიან ბევრს გავაგონებ. კახა აქვე მოდით ავღნიშნოთ თქვენი
წიგნი, მოკლედ წვეთის მადლი, რომელიც იქ ჯარში ყოფნის დროს დაგებადათ და აი აქ არის მოკლედ შესული წიგნი კატალოგი და როდის გაჩნდა იდეა, რომ აი ასე თქვენი მოკლედ ნახატებისთვის და არა მხოლოდ ნახატებისთვის, ასევე ლექსებისთვის მოკლედ მოგეყარათ თავი და გამოგეცად წიგნად. ლექსებიც მქონდა, ნახატებიც მქონდა, ცალ-ცალკე გამოშვება, წიგნის გამოშვება და დაბადება არის ურთულესი, ძალიან ურთულესი და ეხლა რადგან ერთად მქონდა ეს კარგმა ადამიანმა, ჩვენმა რუსთაველმა მამუკა ხელაიამ დააფინანსა ეს, რომ საშუალება მომეცა მაგის, რომ გამომეცა ეს წიგნი და მართლა დაურე ერთი აი ვთხოვე რომ მეთხარ ეს წიგნის კიო რა პრობლემა, არაფერი პრობლემა არ არისო და დამეხმარა და დამიდგა გვერდით, თორემ მე ახლა მაგასაც ვერ შეძლებ, იმიტომ დღეს ხელოვანებს ძალიან ხო იცით როგორ უჭირთ ძალიან რთულად აქვს საქმე, მაგრამ მოვა დრო და ეს ლექსებიც იტყვიან თავის სათქმელს და ნახატებიც თავისთავად იტყვიან თავის. აი აქ კრებულიდან, წვეთის მადლიდან თქვენს რომელ ლექს წაგვიკითხავთ ჩვენ ტელემაყურებლისთვის. აი ჩემ აფხაზეთს დედა მყავს მე და მამა ორივე ნუ აფხაზეთიდან, აფხაზეთში ცხოვრობდნენ და სულ მენატრება ხოლმე სოხუმში გატარებული ის დრო და ტკივილია ჩვენი ის აფხაზეთი და ვერასოდეს ვერ დავივიწყებთ რა მოკლედ. დარდად დამაწვა ჩემს ფიქრებში ძველი სოხუმი, იქ დახატული ზღვის ტალღები მჩქეფარე მზესთან. მთის ფერდობებზე ჩაწოლილი სერი ნისლები და განთიადზე მოწითალო ძოწები გესხდა. ოხ აფხაზეთო, რა ტკბილი ხარ, თანაც ტკივილი, ცოცხალი ხარ და შენი გული უსაზღვროდ ფეთქავს. აი ესეთ ლექსი დამეწერა. ნამდვილად ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში და მე პირობას გაძლევთ რომ იქ ჩავწერთ გადაცემა მონატრების ფერებს. უკვე მე დავაანონსე რომ იცეკვებს თუ არა გადაცემის მთავარი პროდიუსერი ამ გადაცემაში და უბრალოდ როგორ მოხდება ეს ყველაფერი დაგველოდეთ, გვიყურეთ გადაცემის ბოლომდე, რათა ვნახოთ ერთად აცეკვებული ლიგია მუშკუდიანი. ბატონო კახა, როდის მოხდა თქვენი დაკავშირება ფოლკლორულ ანსამბლ არეშთან? ეკლესიაში ვგალობდით და რადგან გალობდით და ერთად ვიყავით ბიჭები, მოდი სამი შევიკრიბეთ თავიდან, მე 4, მე ხო იცი როგორც ხდება. აი იქ ვიღაცა ღერის, ვიღაცა უკრავს და ესე შევიკრიბეთ და ჩამოყალიბდა ეს პატარა ლამაზი ანსამბლი და ვაკეთებთ ჯერ რეპეტიციებს რეპეტიციის ფონზე მაინც შეგვისრულეთ სიმღერა, რომელ სიმღერას შეგვისრულებთ, ასე ვთქვათ. გავბედეთ სიმღერის შესრულება, იმიტომ რომ ეხლა ძნელია ანსამბლის ჩამოყალიბება, ძალიან რთულია თან. ეხლა ენთუზიაზმით რამე გააკეთო, დღეს ახლა სხვა არც დაფინანსება არაფერი, უბრალოდ ჩვენ თვითონ რომ გვიყვარს ეს საქმე, გვიყვარს სიმღერა, გვიყვარს ლექსი, გვიყვარს მუსიკა, გვიყვარს ხელოვნება, ამიტომ შევიკრიბეთ და გალობთ, ხერი ვართ და მე თუ გამოჩნდება ვინმე ისეთი სპონსორი, რომელიც დააფინანსებს ამ ანსამბლს, სიამოვნებით გავალთ და ვიმღერებთ გარეთაც და და ახლა თქვენთვის ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩემი სტუმარი კახაბერ ცხვარაძე და ანსამბლი არეში შეგისრულებთ სიმღერას აშო ჩელა. იმედი მაქვს რომ ყველანი ერთად ძალიან მალე დავბრუნდებით აფხაზეთში და გადაცემა მონატრების ფერები უკვე გიმასპინძლებთ იქ ჩვენს სოხუმში. Oh
ესეთი კარგი ჰანგებით გიბრუნდებით ისევე გადაცემის სტუმართან კახაბერ ცხვარაძესთან, რომელსაც ძალიან ტკივნეულად ახსოვს აფხაზეთი და ენატრება როგორც ჩვენ ყველას. მე თავად იმ პერიოდში ვარ დაბადებულ გაზრდილი, რომ უკვე სოხუმი ძალიან მალე ეცემა და მე ფაქტობრივად არ ვარ სოხუმში დამყოფი. რთულია რა ცხოვრება, აკვირდები კი მესმის ძალიან ბევრი ადგილს საცხოვრებელი გამოვიცვალეთ, მაგრამ დედა და მამა მაინც აგრძელებს ბრძოლას, ისევ მოღვაწეობას და ეხლა უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მოღვაწეობას ცხოვრებისთვის, სამშობლოსთვის, სიყვარულისთვის და ამ ყველაფრისთვის, რაც დღეს ხდება. ღმერთს ვთხოვ, იყოს მშვიდობა, იყოს ყველა ოჯახში მადლი და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს სიმშვიდე, სიწყნარე. ერთი წელია, რაც ანსამბლ არეში მღერით, ფოლკლორულ ანსამბლში და ფაქტობრივად რეპეტიციები გაქვთ, თუმცა გადაცემა მონატრების ფერების მაყურებლისთვის უკვე შეასრულეთ ერთი სიმღერა აშო ჩელა. ჩემი მოღვაწეობა მარტო არეში არ არის. ჩემი მოღვაწეობა არის ქუთაისის ოპერის გუნდში, ბაგრატის ტაძრის გალობელთა გუნდში, მერე არის რუსთავის კაპელაში, მერე არის ანსამბლ ფიროსმანში და ეხლა კიდე ანსამბლ არეში, ახლად ჩამოყალიბებულ არეში. სადაც გალობას ვსწავლობთ, ხალხურ სიმღერებს ვსწავლობთ. ეხლა სიმღერების დაწერა დავიწყე, ჩემ ლექსებზე წერ სიმღერას და ერთი ლექსი დავუწერე ქუთაის, ჩემს იმერეთს და საგუნდო სიმღერა არის ეს სიმღერა. წაგვიღიღინებთ? წაგიღიღინებთ სიამოვნებით. აბა. იმერეთის ნიავი დაატრიალებს ქუთაის, თეთრი ქვების სიმშვენე დააკიაფობს სიამით, მოგუგუნებს მთებიდან ეს დგაფუნარიონი, ჩაჭვის ხიძეულად მდგარა გალაქტიონი. სოლისტი ამბობს, მერე გუნდი შედის და მერე იწყება მერე მისამღერით თავი. ამ სიმღერას როდის იხილავს საზოგადოება? ეხლა ფართო ასპარეზზე. სხვათა შორის სკოლამ
ქუთაისის მუსიკალურმა სკოლამ შემპირდა რომ ავამღერებოდა ნახოთ არ ვიცი როგორ ტელემარე უნდა ველოდოთ ახლა კი მოდი შევთავაზოთ ჩვენს ტელემაყურებელს ანსამბლი არეშიც უკვე მზად არის რომ საგალობელი რომელსაც თქვენ ამ ანსამბლში სწავლობთ ერთად და ამუშავებთ შევთავაზოთ ჩვენს ტელემაყურებელს და აი ახლა გადაცემა მონატრების ფერების მაყურებლისთვის ანსამბლი არეში და ჩემი გადაცემის სტუმარი ბატონი კახაბერ ცხვარაძე საგალობლით შენ ხარ ვენახი
დღევანდელი საგალობლის შემდგომ დაგიბრუნდით ისევ ეთერში და ვაგრძელებ საუბარს გადაცემის სტუმართან ბატონ კახაბერ ცხარაძესთან. თქვენი საომავლო გეგმების შესახებ რომ მითხრათ და თუ აპირებთ ქართველი ემიგრანტებისთვის რაიმე შემოქმედებითი საღამოს გამართვას. რაც შეეხება საომავლო გეგმებს, მე ძირითადად გამას წევრი ვარ, რუსთავის გამას წევრი ვარ. მხატვართა კავშირი გამა ესეთი არსებობს რუსთავში, სადაც უნიჭერესი მხატვრები, მოქანდაკეები, ძალიან დიდი ხელოვანები მოღვაწეობენ, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით დადიან და მოღვაწეობენ. ხა გამოფენები ხშირად გვაქვს ხოლმე რუსთავშიც, თბილისშიც და ეხლაც გვექნება გამოფენა წერეთლის მუზეუმში თბილისში. და ხშირად ვიღებ მონაწილეობას, მე მხატვართა კავშირის წევრი ვარ, მწერალთა კავშირის წევრიც ვარ და ლიტერატურულ საღამოებს ვატარებთ ხოლმე ხშირად მწერალთა სახლში. ეხლა მე მიწვეული ვარ ეხლა წყალტუბოში ბიბლიოთეკაში, სადაც უნდა ჩატარდეს ჩემი საღამო და უნდა იყოს წიგნის პრეზენტაცია. აქაც უნდა იყოს წიგნის პრეზენტაცია. სხვადასხვა ქალაქებში ვაპირებ წასვლას. მე შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებშიც მომიწიოს წასვლა, მაგრამ ეხლა ამ პერიოდში რაღაცა რთული პერიოდის გამო ჯერჯერობით ვაჩერებ ამ წუთში ყველაფერს, მაგრამ ისე მოღვაწეობას არა, პირიქით მეტი და მეტი ხატვა, მეტი და მეტი წერა და რა ვიცი ყველაფერს ერთად ვაპირებთ თქვენ და ფოლკლორული ანსამბლი არეში შემოქმედებითი საღამოების გამართვას. ქართველებისთვის და არა მხოლოდ ქართველებისთვის უცხოეთშიც გასტროლებს თუ გეგმავთ. მესმის რომ ახალი ჩამოყალიბებული ანსამბლია, მაგრამ იცით ყველაფერი არის დამოკიდებული ფინანსებზე. ფინანსების საშუალება თუ იქნება, აუცილებლად გავალთ ქალაქებში, ჯერ საქართველოში და მერე ქვეყნის გარეთ და ყველაფერს აქვს თავისი დრო. ეხლა ის დრო, როდესაც უკვე მზად იქნება ანსამბლი, მზად იქნება ნახატები, მზად იქნება მწერლობა, ხელოვნება, მუსიკა, შეიძლება რომ გავიდეთ. მოკლედ თქვენ ემზადებით, მე კი მივმართავ ორგანიზატორებს, რომლებიც იმყოფებით საქართველოში ან და მის ფარგლებს გარეთ და გეგმავთ სხვადასხვა შემოქმედებით საღამოებს. არსებობს აი ასეთი ანსამბლი არეში, რომელიც მრავალ მხრივ განათლებული და მრავალ პროფილური არის. შესაძლებელია დაიგეგმოს ქართველი ემიგრანტებისთვის შემოქმედებითი საღამო, სადაც გაერთიანებული იქნება როგორც მხატვრობა, პოეზია და მუსიკა. ახლა კი ჩვენი ტელემაყურებლისთვის ანსამბლი არეში შემოგთავაზებთ ძალიან კარგ და ლამაზ სიმღერას ღიღილო.
აი ესეთი თქმილხმიანი სიმღერით დაგიბრუნდით ეთერში და ვაგრძელებთ საუბარს დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმართან კახაბერ ცხვარაძესთან და თითქმის გადაცემა მონატრების სფერები დასასრულს მიუახლოვდა. ყველანი ალბათ ელოდებით ამღერდება და აცეკვდება თუ არა ჩვენი გადაცემის პროდიუსერი, ხო? აი ამას ბოლოში ვინახავ ისევე რა იქნება დაგველოდეთ, მეც არ ვიცი, გადაცემის სტუმარი ჩემს გვერდით არის, მაგრამ ანსამბლის ბიჭები კადრს მიღმად განან და საბოლოოდ როგორ დავასრულებთ გადაცემას, ჯობია დაგველოდოთ ბოლომდე. ბატონო კახა, რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების სფერებს, რომელიც შევქმენი ქართველი ემიგრანტებისთვის და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებ, ასევე შევქმენი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ქართველ ემიგრანტებთან და ზოგადად ემიგრაცია მათ ცხოვრებას გარკვეული კვალი დაამჩნია. გისურვებთ უამრავ წარმატებებს, უამრავ მაყურებელს, აი უთვალავს, ძალიან კარგები ხართ. ნამდვილად განათლებულები, კულტურულები, ზრდილობიანები, რა ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, გისურვებთ ყველაფერ კარგს. და წარმატებებს, რა თქმა უნდა, ღვთისწყალობას, მადლს და გყავდეთ ბევრი გამომწერები, ბევრი მაყურებელი და დააფასოს მაყურებელმა თქვენი ასეთი შრომა, ასეთი ღვაწლი. რამხელა ღვაწლია ადამიანისთვის, რომ ესე მთელ მსოფლიოს აგონებთ ემიგრანტების ხმას, იმ ხმას, რომელიც აი მონატრების სფერებში სადღაც კი არ დაკარგულა ეს სფერები, პირიქით, ქმნით, ხატავთ და ერთმანეთთან აახლოვებთ. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც თქვენ აკეთებთ. მადლობა თქვენ და მადლობა ყველას. იმ ლამაზი დღისათვის და ამ ლამაზი წუთებისათვის. დიდი მადლობა თქვენ ბატონო კახა, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ გადაცემა მონატრების სფერებში მონაწილეობა. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების სფერები. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა ქალაქ რუსთავში მდებარე ლიტერატურულ კაფე კოგიტოში და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აღნიშნული კაფის ადმინისტრაციას, რათა მოგცა საშუალება, რომ გვემასპინძლა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრისთვის და ანსამბლი არეშისთვის. დიდი მადლობა აგრეთვე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიას, რომელიც აი ახლაც კადრს მიღმა არის და ვცდილობთ, რომ დღევანდელი გადაცემაც გამოვიდეს საინტერესო. ასევე მადლობა გადაცემის ოპერატორს და მონტაჟის რეჟისორს გიორგი ორაგველიძეს, რომელიც ცდილობს, რომ გადაცემას მისცეს საუკეთესო კადრები. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების სფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების სფერების ხილვა შეგიძლიათ My ვიდეოზე და TikTok პლატფორმაზე. ჩვენი გადაცემის მოგზაურობას ევროპის მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. და ბოლოს დაპირებული სიურპრიზი, ის რასაც აქამდე ელოდით. აცეკვდებოდა თუ არა გადაცემა მონატრების სფერების მთავარი პროდიუსერი ლიგია მუშკუდიანი. მე გეშდობებით რამდენიმე დღეში კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების სფერები. ახლა კი გიტოვებთ ჩვენი გადაცემის მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, გადაცემის სტუმარს ბატონ კახაბერ ცხვარაძეს და ფოლკლორულ ანსამბლ არეშს. Bye.